სერიოზული ფანი ვარ, მიყვარს საჭე, ეს არის ჩემი პროფესია, არ არის ეს ჩემი, ეს არის ჩემი ყველაფერი. ვიღვიძებ და მიხარია ის, რომ მე ვარ ავტობუსის მძღოლი და მე შემიძლია რომ მოვიმსახურო ჩემ მამას ზესტაფონლებს. ამჟამად გადავწყვიტე ის, რომ მე ზესტაფონში ჩამოსულიყავი და ჩემთვის არის როგორი ქალაქი ზესტაფონიც, აი ბედნიერების ქალაქი, ასე ასოცირდება. მივიღეს გადაწყვეტილება, ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან კმაყოფილი ვარ, აი ესეთ გადააჭარბა, აი მართლა მე რასაც ველოდებოდი, აი ყველა მოლოდის გადააჭარბა, ზესტაფონლების სითბომ, ამათმა დახვედრამ, ну არ ვიცი, მართლა შოქი ჩამაგდო, ყველა გაჩერებაზე, ტროტუარებზე, ანუ არ ვიცი, აი ავტობუსებიდან, მანქანებიდან, ну სადაც ტრანსპორტი არსებობს, ყველა მხრიდან არის ჩემთან მოსალმება, სიყვარული, ღიმილიანი სახეები. ძალიან ბევრი გამოხმაურება კომენტარებში სიყვარული და სითბო და ძალიან ბედნიერი ვარ ამით. ანუ მეც ვცდილობ აი სიყვარული და სითბო რაც მათ გაგროვებული, რომ ამათ გადავცე და ისინიც ანუ ერთმანეთს ვავსებთ. მამა წარმოშობით ხარაგაულელი მყავს, ბაბუა ყოწია კეკნაძე ხარაგაულში იყო ერთ-ერთი პირველი ავტობუსის მძღოლი, საუკეთესო პიროვნება. და ალბათ გენეტიკამაც გადმოიხარა ჩემსკენ. მომეცა ეს ბედნიერება და მე ამაყება, რომ მე მის შვილიში ვარ და ეს გენი ჩემსკენ გადმოიხარა. 10 დღიანი კურსები გავიარე, ჩაიბარეს, გამოსtildeა ამ პროფესიონალ მძღოლებმა, უფროსობამაც. გადაგვა მოწმა, ბოლოს ჩავაბარე გამოჩნდა, დარწმუნდნენ ჩემ პროფესიონალიზმში და მეც აღმოჩნდი აი ესეთ ბედნიერი ლაღი თქვენს ავტობუსის მძღოლი. მითხეს წარმატებები მწვანეზე გელოთ და დანარჩენი რაღაცი. რაც მე შემეხება, სიყვარული, ყურადღება, პატივისცემა, სიფრთხილე, ეს ყველაფერი ჩემია და ვფიქრობ გავართვე ამ ყველაფერს თავს. ჩემი მაღაზია მაქვს და ესე იგი ძალიან მინდა ხოლმე ის 2 დღე გავიდეს, რომ ავტობუსისკენ გამომივართო. დგები ისეთი ბედნიერი და მადლობას ვეუბნები უხალხოდ, ძალიან ბედნიერი ვარ თქო. არ ვიცი, აი ეს ამხელა ბედნიერება და ენერგია მოზღვავებით როგორ მოდის, ეს იმიტომ მოდის ხალხის სიყვარულიდან გამომდინარე. მე ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ მე ასეთ თბილად არ მივეღე. დარწმუნებული ვარ, ჩემი ისიც შეიძლებოდა, რა თქმა უნდა. დილას გამოვდივარ კვალითის დასახლებიდან, ავდივარ თაბუკაშვილზე, ჩამოვდივარ ქალაქზე და ისევ კვალითში. და ეს დღეში 16 ჯერ ხდება. დიახ, ეს დღეში 16 ჯერ ხდება. 16 ჯერ და რამდენი წუთი და რამდენი წამი ბედნიერი სახეები. ზოგადად ძალიან მიზანდასახული ვარ. რასაც დავისახავ, ის აუცილებლად ვაკეთებ. და ზუსტად იქ მოვხდი, სადაც უნდა ვიყო.